აქამდე ვინც კი ბრაზილიელი ჩამოვიდა თბილისის დინამოში, ყველამ გაამართლა და ეს როგორ არ გაამართლებს, ეხა პროფესორო, კარგი რა, შენც მაგარი ინტრიგანი ხარ რა. 22 წლის ბრაზილიელი, ბრაზილია ის არის რა, კოზირია. ტუსყავი რა. ფლანგის მცველი ლეონარდუ სანტუში კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. აქ უნდა დასრულდეს ეს ზღაპარი. აქ ესე უნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი თბილისურ კლუბს პორტუგალიის ეშტორიალის 23 წლამდე გუნდიდან შეუერთდა. ხო ეს შემოუერთდება ცოტა სხვანაირი ტექსტი უნდა იყოს. ანუ დროებით გამოიზამთრებს და მე თუ რამე არა და იდეაში 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ამ ფეხბურთელს როგორც წავიკითხე და მეტი არა ჩემი მტერე ხა ეს გაჩერდეს 3 წელი. წავა ეგერ პორტუგალიის მესამე მეოთხე ლიგაში და იქირბენს აქ წვალებას. ამ პრინციპში ხა იქ რო რამის გამკეთებელი ყოფილიყო ის გამოუშვებდა აქეთ ხა შენ როგორ ფიქრო პროფესორო აბა ამბავს. გასაგებია ხა იქ არა აქ სათამაშო დრო 23 წლამდე გუნდში და აქ ხა სათამაშო პრაქტიკა ექნება კაცო მივცემთ და თუ რაღაცა დავაბრუნებთ 3 წლის მერე. მთავარი ხა საქონელი არ ჩაწვეს რა შემოსული ესე ხო ტავარს ვიტყვი რა არ ჩაწვეს და არჩენ ხა ვინ ჩივის კაცო არ ამჟავდეს ან არ გაფუჭდეს. აი რაღაც სხვანაირად არ გამიგოთ ხა რაღაცა ისე ფეხბურთელი დაცინვა ან რაღაცა საერთოდ არაფერ შუაში არ არის დაცინვა. აი ამდენი წელი რო ვუყურებ აი ამ წარუმატებლობას, აი მე მიჩნდება ეს აზრები და მე მიჩნდება ლაპარაკის სურვილი თორე. სხვა კი არაფერი კაცო ამ ფეხბურთელს კი არ ვარ შეიძლება ჩამოვიდეს და მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს. არ არის პრობლემა. მე პირიქით გამიხარდება ნეტა აი მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს აქ ვიღაცამ და რაღაცა კონკრეტული შედეგები დავდოთ. ის არა რომ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გახვალ ან ნახევარფინალში გახვალ ან თუნდაც თასს მოიგებ. ჩვენ ევროტურნირი გვინდა ბიძიკო. პროფესორი იქნება დავაინტერესოთ ეს ხალხი და შევსვათ როგორმე საკლუბო ფეხბურთზე რომ ვიღაცამ გაამახვილოს ყურადღება, ვიღაცამ გააპროტესტოს. ხა მე არ ყოფნი ხო ხედავ მარტო არა ვარ ხა ბევრი ხარ ჩემთან ერთად, მაგრამ არც იმდენი არა ვარ რომ ვეყოთ. ამიტომ იდის ეს საუბრები რა, აი მეტი პოპულარიზაცია და მეტი გავამახვილოთ ყურადღება რა ასეთ ტრანსფერებზე. მე რამდენჯერ უნდა ჩამოიყვანოთ ეს ბრაზილიელი ფეხბურთელები, აი ანუ თუნდაც იქ აფრიკიდან ხო ხედავთ რომ ვერაფერს ვერ აკეთებს ეს ჩამოწერილი ფეხბურთელი და ისეთი ფეხბურთელი მაინც ჩამოიყვანოთ, ვინც ცოტა გაამართლებს, რაღაცას გააკეთებს. მოდი პროფესორო ახლა ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, მე დანარჩენ შენ დაცხე კომენტარებში. მეტი ტკბილის ღაბრებისთვის გამოიწერე გვერდი და გააზიარე ვიდეო.